გავაგრძელოთ ჩვენი კედლების შექმნა, შესაბამისად რედაქტირება და შევქმნათ ახლა აი ეს მონაკვეთი კედლების. მე ვისაუბრებ რა თქმა უნდა აი ამ ღერძიდან, აი ამ კუთხის ღერძიდან ღერძამდე მანძილებზე, რასაც ვიტყვი, ახლა კოლონების ის რომელიც პირობითად ზის და გასასწორებელია, ვთქვით რომ ეს პროექტი პირობითად აი ახლა ნახაზის სახით მოცემული, ჩვენი რა თქმა უნდა, იქნება განსხვავებული და ისეთი ისტორიათი გასწორებული, როგორც წესი და რიგია, მაგალითად ეს კოლონა ასეთი უნდა იყოს, როგორც არის და ასე შემდეგ. ამიტომ ნუ მივაქცეთ ამ აკუთხედებს ყურადღებას, საუბრობ აი ამ ღერძებზე და იდეურად რასაც ვიტყვი, ახლა მე მგონი გასაგები იქნება. ანუ მანძილებს რასაც ვიტყვი, რიცხვებს იქნება აი ამ კუთხიდან კუთხემდე, ანუ ღერძს გულისხმობ კიდევ ვიმეორებ და ამ კუთხიდან ამ კუთხემდე. ოღონ ასეთი მიმართულებით კი არა, არამედ აი ასეთი მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ წერტილის ვერტიკალურად გასწვრივ. ავიღებ ერთნაირ რიცხვებს, ეს იქნება აქედან აქამდე 800 და ყველა დანარჩენის 800 იქნება, ესე იგი 2-ჯერ 800, აქედანაც შესაბამისად 800, რომ შევქმნა ასეთი მონაკვეთი. ეს რიცხვი 800, რასაც ჩავწერ, აქ უნდა გავამახვილო ყურადღებას, რომ კედლის შიდა ოთახის სიგანე არ იქნება 800, იმაზე ცალკე ვისაუბრებ. მე ასეთ შემთხვევაში მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ. ამიტომ რამოდენიმეჯერ შევასრულებ ამ მოქმედებას, ერთი ასეთი, მეორე ისეთი ვარიანტი და გაჩვენებთ განსხვავებულ შედეგებს. გავამახვილებ კიდევ ერთხელ იმაზე ყურადღებას, რომ ცალკე ეს კედელი ინიშნება, იმიტომ რომ ჩართული მათ ეს suspend group, თუ ვინიცობა შემთხვევით გამოჩნდა და აღარ გენიშნებათ ერთიანად, მაშინ უნდა იყოს ჩართული suspend group, რომ მოინიშნოს ცალკე ეს კედელი. მეტი იმედი აღარ დამჭირდება ამის გამეორება, რა დანიშნულება აქვს ამ ღილაკს. ესე იგი, რას ვაკეთებთ? ეს კედელი უნდა დავყო ახლა, დავჭრა ისევ ნაჯახის გამოყენებით. გამომდინარე აქედან გამოვიყენებ აი ამ ღერძს, პირველ ღერძს და ღერძს მეორეს. მოვნიშნავ ღერძზე დაწყაპებით, მე ისევ დავაწყაპებ, რომ გადავაადგილო, მართვის პანელში მაინც ვამახვილებ მაუსით ყურადღებას, რომ ჩართული არის გადაადგილების ხელსაწყო, გამოვწიე ჰორიზონტალურად, კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ შემიძლია ჰორიზონტალურად, რომ ჩართულია ეს ღილაკი შესაბამისი მართვის საშუალებებით. მეტი ამ ღილაკს უკვე აღარ შევეხები მომდევნოთ პროექტირებისას. გავწიე მარჯვნივ და ჩავწერე 800. ჩაიწერა დისტანციის გვერდზე 800. ჩაიწერა, იმიტომ რომ თავიდან აი ეს ღილაკი იყო ჩართული. ახლა კი ვხედავთ მას გამორთულს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა გაჩვენებ ცოტა ხანში. ენტერს რო დავაჭირე, შესრულდა 800-ით გადაადგილება. ესე იგი, ეს ღილაკი უნდა იყოს ჩართული და აი ესეთი მართვის საშუალებები თავდაპირველად უნდა იყოს აქტიური. კერძოდ აი ეს ელექტრიკ კოორდინატ პოზიციში. ეს უბრალოდ მოქმედების დროს ითიშება ხოლმე. იგივეს გავაკეთებ ამ ღერძზე, მოვნიშნე ჯერ დაწყაბებით, მე მეორე დავაწყაბე, გამოვწიე და მე ჩავწერე 800. ჩაწერის დროს, როდესაც იწერება 800, იქ თუ შეხედავთ, ვიზუალურად ითიშება ხოლმე ეს ღილაკი. ვიზუალურად ითიშება და არა რეალურად. ენტერს დავაჭირე, მე ისევ ჩართულ რეჟიმში გაჩვენებს. ესე იგი, რა მივიღეთ, რომ ეს ღერძები შემიძლია ახლა გამოვიყენო ამ კედლის გასაჩეხად, გასაჭრელად. მოვნიშნე ეს კედელი, ჩავთე ნაჯახი, დავაწყაპე ამ ღერძზე, დაწყებებაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ასეთი გამოსახულება უნდა ქონდეს, ესკეიპი თუ არ მიიღეთ. დავაწყაპე შიდა მხარეს, რაც გულისხმობს, რომ დარჩა მონიშნული ეს კედელი. მონიშნვა აღარ უნდა, თუ შემთხვევით შეგეშალა და ესე დარჩა მონიშნული, მაშინ მაუსით მონიშნე. ჩავთე ნაჯახი, დავაწყაპე ახლა ამ ღერძზე. გავაკეთე წყაპი აქეთ და დარჩა ეს ისევ მონიშნული. ისევ ვაკეთებ ამ ღერძების გადაადგილებას, ანუ მოვნიშნე წყაპით გამოვწიე წინ ჩავწერე 800, ნუ წინ მარცხნივ გულისხმობ ამ შემთხვევაში, იგივე გავაკეთე ამაზე, დავაწყაპე, გამოვწიე, ჩავწერე 800, დავაჭირე ენტერს. გამოვაჩენ აქ მაინც ღერძებს, რომ ხედავდეთ, სად რა გვაქვს, და გამოვიყენე wall beam reference line, ისევ გიჩვენებთ, რამდენი მონაკვეთისაგან შედგება ეს ნაწილი კედლის. 1, 2, 3 ის არის, 3 მონაკვეთს გულისხმობს. მოვნიშნე ეს კედელი და იგივე ოპერაციები გავიმეორე. ჩავთე ნაჯახი, დავაწყაპე ამაზე, გამოვწიე აქეთ, დაწყაბებით ისევ ჩავთე ნაჯახი, დავაწყაპე ამაზე, დავაწყაპე აქეთ. ღერძებს ვაბრუნებ თავის ადგილას. მოვნიშნე წყაპით გავწიე, 2-ჯერ 800 გამოვიყენე ჯამში 1600-ია, რომელიც დააბრუნებს თავის მოქმედებით უკან. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ყვითელ ხაზს, ლურჯ ხაზს მოყვებოდეთ. შემთხვევით თუ წერად გაგექცა, მაშინ დაარღვევ ღერძების სტრუქტურას, ხო, იმიტომ რომ გადაადგილება გამოიწვევს ვერტიკალურად გადაადგილებას, თუ მანდამაინც ჰორიზონტალურად არ გამოწიეთ. ამისათვის დააბრუნეთ მოქმედებას უკან და ხელმეორედ გაიმეორებთ ამ ოპერაციას. გამოვწიე, ჩავწერთ 800, რა თქმა უნდა, სხვანაირადაც 1600 უკაცრავად, სხვანაირად შემიძლია დავაბრუნოთ თავის ადგილას, მაგრამ ნუ ის როგორც აღნიშნეთ, ძირითადი ნაწილები თეორიულად. მოკლედ, მაგ აი ამ კედლების მდგომარეობა მოვნიშნე ეს კედელი, დავაწყაპე აი ამ ლურჯ ღერძზე ნებისმიერ ადგილას და მართვის პანელში ჩავთე აი ეს გადაადგილება თუ არ იქნება ჩართული. ჩემ შემთხვევაში არ არის ახლა ჩართული, სხვა ხელსაწყოა ჩართული.
მაინც გავიმეორებ ალბათ უკეთესია თუ შემთხვევით შეცდომა გააკეთე კიდევ ერთხელ გახსენე და მეტი აღარ გავიმეორებ ამ ძირითად ხელსაწყოების მოქმედების დაბრუნება არის უკან ამაზე დაჭერით და გამოვასწორებ შეცდომას იმდენჯერ დააჭერთ სანამ სასურველ საწყის მდგომარეობაში არ ვიყოთ. ესე იგი ჩანი რატო გითხარით ეს იმიტომ რომ ხშირად მაუსით რომ მოდიხართ ამ ადგილას შეიძლება აცდე ამ პანელის ღილაკს და დაგეწკაპოს წერან რაც გავაკეთე ესე პირობითად და აბრუნეთ მოქმედებას იქით. დროებით ჩავთე თავისთავად და ვერტიკალურად მომაქვს ისევ დაბლა და აი აქ ვაწყაპეთ. ვამახვილებ კიდევ ყურადღებას. მონიშნის დროს ღერძზე დავაწყაპე და ის ღერძი წამოვიღე და დავდე. ამიტომ გადმოადგილების დროს ამ ღერძით იქნება ამ ბადეზე განთავსებული. რაც შეეხება ახლა ამ პატარა მონაკვეთ კედლებს, მოვნიშნავ ამ კუთხეში ვაწყაპებ, მართვის პანელში ჩართულია ზედაპირველი თუ არა ჩართავთ სტრეჩს და მოიტანთ აი ამ ღერძის კუთხეში, აი აქ. იგივეს შევასრულებ ამაზე. დავაწყაპებ ამ წერტილზე და მოვიტან შესაბამისად აი ამ ადგილას. მივიღეთ ასეთი განლაგება. მანძილები 800 არის აქიდან აქამდე და არანაირ შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება აქიდან აქამდე. შემიძლია ჩვენებისათვის გავაკეთო, ამისათვის გამოვიყენებ დოკუმენტს, ჩავთავ ზომის გამოსატან საშუალებას, ჩართული არის ეს, ჩართული არის ამაში ეს. დავაწყაპე ამ წერტილზე, არა აუცილებლად თქვენ გაიმეოროთ, მე გაჩვენეთ უბრალოდ რომ შინაარსი გასაგები იყოს, იმიტომ რომ მე მეორე უნდა გავაკეთო. ორი წკაპით სწრაფად დავამთავრე ამ წერტილების დასმა, გამოვიტანე დავსვი, ხედავთ ეს არის 800. დავაწყაპე ამ კუთხეში. დავაწყაპე ამ კუთხეში. ორი წკაპით დავამთავრე დასმა, დავაწყაპე აქ. ხედავთ არის 712 და არა 800. ნუ რატო არ დავიწყებ საუბარს, აქ მარტივი გეომეტრია, მარტივი შინაარსია, მთავარია მე გაჩვენეთ, რომ ესე არ იქნება. ამიტომ შესაძლებელია ჩვენი დავალება იყოს ის, რომ აი ამ შიდა ნაწილში ჰქონდეს შესრულებული 800. ამიტომ ამას უკვე ცალკე ვიდეოში გავიმეორებ, მაგრამ ამ მოქმედებებს დავამთავრებ იმით, რომ მოვნიშნავ ამ კედელს, დავაბრუნებ ისევ მოქმედებებს, როგორც იყო, მოვნიშნავ ამას, კლავიატურაზე delete-ს ვაწვევდი, მოვნიშნავ ამას delete-ით. ამაზე დავაწყაპებ delete-ს აღარ ვაწვევდი, shift დავაწვევდი კლავიატურაზე მიჭირავს და ამაზე დავაწყაპებ, მოინიშნება ორი ცალი და გამოვიყენებ აი ამ ხელსაწყოს, დავაწყაპებ intersect და გადაიკვეთებიან ისე.